26 მაისის აქციების აქტიური მონაწილეები დაზარალდნენ ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურადაც კი, რადგან ძალიან ბევრ მათგანს აღარ აღმოაჩნდა თანხა, რომელიც ჰქონდათ და მობილური ტელეფონები. ამდენად ივანე მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქციები მკრეხელობა აცხადებს ქართული ოცნება სამართლიანობისთვის აჭარაში ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე. ის ფიქრობს, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავებით ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და მოუწოდებს ყველა დაზარალებულს, თუ კი აქვთ 26 მაისის მოვლენების დროს კანონდარღვევების მტკიცებულებები მართონ პროკურატურას. განცხადება ნიაზ ბოლქვაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააკეთა. აქვე იყო ერთ-ერთი დაზარალებული, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილები 26 მაისის შემდეგ სახლში ტელეფონებისა და თანხის გარეშე დაბრუნდნენ. მე როგორც ერთ-ერთი 26 მაისის აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ხელმძღვანელი აჭარიდან, რომელმაც 26 მაისის სისხლიანი დარბევის დროს მივიღე მძიმე ფიზიკური დაზიანებები. ჩემს თავს მორალურ პასუხისგებლობად ვთვლი, რომ გამოვეხმაურო ამ ფაქტებს და პროკურატურას მივაწოდო ის დოკუმენტაცია, მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიციამ გადააჭარბა ძალას და ჩაიდინა დანაშაული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ასევე მიმართავ თანამებრძოლებს, ვისაც გააჩნია დოკუმენტაცია, წარმოადგინოს გამოგვეხმაუროს ჩვენ, ან მიმართოს წარუდგინოს პროკურატურას. ჩვენ საუბრობთ, რომ იგივე რა ქვია 26 მაისის დარბევა გააკეთა ვანო მერაბიშვილმა, მარტო მაგით არ გმარა. ჩემი ორი ბიჭი, ირაკლი, ბესიკი ფაღავა, რომლებიც იმყოფებოდნენ 26 მაისს დედაქალაქ თბილისში. ღამე დოურეკე სათხარშვილო ვართ ამადამადი აგდგან ვართ აგდომართა. შევხედე მე შეწყდა ტელეფონის იგენ. დამართვეს ტელეფონი, რომელიც 550 ლარი ჰქონდა Sony Ericsson-ში მიცემული.